ჩართავს თუ სხვათა შორის ახსენეს, რომ ქრონომეტრაჟი გავითვალისწინეთ, იმიტომ რომ აი აჩქარებული დროის პირობებშიო ძალიან რთულია, როდესაც რაღაც ძალიან დიდს და გრძელს ვუყურებთ და სწორედ აი ამ აჩქარებულ დროზე უნდა ვისაუბროთ. ახლა დროის სწორი მენეჯმენტი ამცირებს სტრესს და ზრდის პროდუქტიულობას. ეს არის კითხვა, თუ ამოცანების პრიორიტეტების მიხედვით დავალაგებთ, ამით თავიდან ავირიდებთ საქმის გადადებას და ჩვენი მიზნებიც რეალისტური იქნება. ასეთი ორგანიზებულობა კი თავისთავად შფოთვას და გადაღლას შეამცირებს. თუმცა ხშირად რთულია ვიპოვოთ მთავარი გასაღები, როგორ ვმართოთ ეს ყველაფერი და შესაბამისად, როცა დროს ვერ ვუწყობთ ფეხს, შედეგად ვიღებთ შფოთვას, გადაღლას და დეპრესიასაც კი. აჩქარებული დრო და მასთან დაკავშირებული მენტალური პრობლემები, სწორედ ეს იქნება დღეს ჩვენი თემა. აქვე შევახსენებ მაყურებელს, რომ შუადღემ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალი რუბრიკა დაიწყო, სადაც ყოველ სამშაბათს მენტალურ ჯანმრთელობაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემაზე ვისაუბრებთ ნინა მენაღარიშვილთან ერთად. ქალბატონი ნინა უკვე ჩვენთან ერთად არის შუადღე მშვიდობის. მოგესალმებით, მედიცინის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი, ასევე სტაციონარ სანამენტეს დამფუძნებელი. გახლავთ ქალბატონი ნინა, შუადღე მშვიდობის. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მეორე სამშაბათია უკვე რაც ჩვენ ხვდებით ერთმანეთს და რაღა დაგიმალოთ და მართლა ძალიან საყვარელი რუბრიკა გახდა ჩვენთვის და თქვენი სტუმრობა ჩვენთვის რა კარგია. და მოკლედ გელოდებოდით და ველოდებოდით ამ დღეს, როდესაც თქვენთან ერთად ვისაუბრებდით მენტალურ ჯანმრთელობის შესახებ. იმიტომ რომ ბევრი კითხვა დაგვრჩა წინა მოკლედ ახლაც რომ არ დაგვრჩეს ბევრი კითხვები, ალბათ პირდაპირ კითხვით უნდა დავიწყოთ. მენტალური პრობლემები და დროის აჩქარება. რეალურად რატომ არის ეს ორივე ერთმანეთთან დაკავშირებული, როგორ არის დაკავშირებული და რატომ იწვევს სტრესს ხშირად ის რომ ერთი დღის განმავლობაში რამდენიმე საქმეს ვერ ვასწრებთ. კიდევ ერთხელ შუადღე მშვიდობის და ძალიან აქტუალური თემა წამოვიწყეთ დღეს, რომელიც ალბათ არ არის ადამიანი დედამიწაზე რო არ ეხებოდეს დროის აჩქარება და აქედან გამომდინარე სტრესთან მართვის რაღაცა მექანიზმების შემუშავება. დრო აჩქარდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებთ ერთად, ბევრ რაღაცაზე გვიწევს დაფიქრება და ბევრი ინფორმაცია მოდის ჩვენამდე. ბევრად უფრო მეტი, ვიდრე მოდიოდა წინათაობასთან, იმის წინათაობასთან, იმიტომ რომ ხელმძღვანელობა ინფორმაციასთან და ინფორმატიულ რაღაცა საშუალებებთან ძალიან რთული იყო და წარმოუდგენელი იყო. და ეხლა ის იმდენად გამარტივდა, მეცაც გეტყვით, დრო აჩქარდა და თითქოს დედამიწა დაპატარავდა. და ზუსტად ვიცით, სად რა ხდება, ადრე თუ შორს რაღაცა გვეგონა, ეხლა საერთოდ სიშორეც კი აღარ არის ჩვენ საქმაში, აქ არის ახლოს რაღაცეები, რომელიც ადრე იყო წარმოუდგენლად შორს და მხოლოდ ჩვენ გაქრა და უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს. კონკრეტულ ადგილამდე თუ გინდოდა 2 დღე სიარული ან 2 საათი ან 5 საათი, ეხლა ჩადიხარ ან ნახევარ დღეში, ან 1 საათში, ან ნახევარ საათში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. აჩნია საცობებს, თუ ქალაქგარეთ და ასე შემდეგ. და ამასთან ერთად შესაძლებლობა აი ამ ყველაფრის ქონის. ჩვენთვის დროის აჩქარება არის ის, რომ ჩვენ მუდმივად ინფორმაციის მიღებაში ვართ. ამ ინფორმაციის გადამუშავების საშუალება არის მხოლოდ ჩვენი მენტალური რესურსი, რომელიც იღლება და სტრესშია და გარდა იმისა, რომ ბევრია ინფორმაცია, აი მოიმატა თამასამ ადამიანების და იმ კრიტერიუმებმა, რომლებსაც უნდათ რომ შეესაბამებოდნენ. ნახეთ, წინა ყოველი ეს კლასიკურია, რომ ყოველი წინა თაობა ამაყობს თავისი თაობით და ეუბნება, რომ ჩვენ ესე ვაკეთებდით, ჩვენ დროს ესე იყო. მამათა და შვილთა ბრძოლა ეს ყოველთვის იყო ეს ყოველთვის იყო და საბედნიეროდ კიდევ და კიდევ იქნება, იმიტომ რომ ამაში ცუდი კი არაფერი არ არის, უბრალოდ აღქმა სხვანაირია. ნახეთ, მეც კი როდესაც სკოლაში ვსწავლობდი და ითვლებოდა, რომ ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი, პროგრამა, რასაც მე ვსწავლობდი, აბსოლუტურად არანაირი საერთო არ აქვს იმ პროგრამასთან, რასაც დღეს ბავშვები სწავლობენ, რამდენად ისინი მეტად არიან განვითარებულები, ფართოდ განვითარებულები და რამდენად მათ აქვთ ამბიცია, რომ თვით განვითარებაც ჩართონ. ამიტომ მუდმივად დაკავშირებულები არიან ელექტრონულ მოწყობილობებში.
სწავლის ფორმაც ესეთი გახდა და ამიტომ ზედმეტი ინფორმაცია იწვევს სტრესს. სტრესი არ ვიყო ისეთი როგორიც მე მინდა და ეს ყველაფერი ხო შედარებითია. ჯერ ისეთი ინფორმაციებს ღებულობ, ზოგჯერ სულ რომ არ გინდა, მაგრამ მაინც მოდის და კიდე პლუს ზედმეტად გემატება და გემატება სტრესული. ეს კიდე პლუს აი ეს დაინფიცირებული ინფორმაცია, რომელიც და კიდევ ის რომ ნახეთ ადრე თუ იყო რომ მე მინდა ვიყო კარგი მხოლოდ ჩემ კლასში, ეხლა არის რომ მე მინდა ვიყო კარგი, ზოგადად კარგი და 10 წლის წერტილი არის ფაქტურად პლანეტა. ამიტომ აი ეს წნეხი ძალიან დიდი არის ადამიანისთვის და აი ამას ემატება დაინფიცირებული ინფორმაცია და ამას ემატება მოკლე ინფორმაციები, რომელიც შემდეგ უფრო, იმიტომ რომ უშუალოდობას იწვევს, მიდრეკილებას იწვევს, ხო? ხომ რა ადაპტირდა აი ამ მოკლე ინფორმაციებზე, იმიტომ რომ ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ როდესაც თუნდაც ვიდეო რგოლი არის დიდი და ქრონომეტრაჟი მისი არის ხანგრძლივი, საკმაოდ მიჭირს ხოლმე მე მაგალითად ვუყურო ბოლომდე. პირიქით მირჩევნია კიდევაც რომ რაღაც მოკლეს ვუყურო, პატარა ტექსტი დროის მენეჯმენტის გამო, ხო? ინფორმაცია მივიღო. არა მარტო დროის მენეჯმენტის, ეს უბრალოდ ჩვევა. ნახეთ, თუ ჩვენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ფსიქიკას, თუ თავისთავად ნევროლოგიას წარმოვიდგენთ როგორც კუნთები. თუ სულ ვამუშავებთ, მაშინ ფორმაშია, თუ მოვდუნდებით, მაშინ გაზარმაცდება. ანუ ეს მოკლე ინფორმაცია ერთის მხრივ კარგია, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაციას ვიღებ, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან გვაზარმაცებს, იმიტომ რომ გვიქრობს წარმოსახვის უნარს და გვიქრობს იმ ფაქტიურად ერთადერთ საშუალებას, რომ კარგად ვიყოთ, ეს არის ვიყოთ ეხლა და ამ წუთას. ანუ დავრჩეთ ჩვენ თავთან. და ეს არ გვტოვებს ჩვენ თავთან, იმიტომ რომ მუდმივად მოდინება არის ამ ინფორმაციის და სადღაც გვამყოფებს ხვალ, გვამყოფებს გუში. თუმცა აი 21 საუკუნეში და განსაკუთრებით აი ახლა შემდგარ ადამიანებს ძირითადად სწორად თუ არასწორად ეს ალბათ თავის საგანია, მაგრამ შემდგარ ადამიანებს იწვება ის ადამიანი, ვინც ბევრ რამეს ერთად ასწრებს, არის მშობელიც, აქვს სამსახურიც, ვარჯიშსაც ასწრებს, თეატრშიც დადის, კინოსაც უყურებს და ასე შემდეგ. ის ხარჯზე ახერხებენ ადამიანები აი ამ ყველაფერს ერთად და საბოლოო ჯამში რა გამოდის, ყველაფერს ასწრებენ და ყველაფერს მართლაც ეფექტურად ახერხებენ თუ საბოლოო ჯამში აზიანებენ საკუთარ კურთნის მადევარი ვერცეს დაიჭერსო. ეს ზოგადი პასუხი ალბათ არ იქნება, იმიტომ რომ ზოგი ისე, მაგრამ ალბათ თუ შეიძლება ვთქვათ რაღაცა ესეთი მაგიური ფორმულა, ჰიპოკრატე იყო ძალიან დიდი ადამიანი, ძალიან უდიდესი და ეს მარტო ფიცს არ უკავშირდება ჰიპოკრატე. და ჰიპოკრატე ამბობდა, რომ ერთი და იგივე ნივთიერება თუ რაღაცა, რაც მოგარჩენს და სიკვდილსთან გამოგფრთხილს და გადაგარჩენს, ზუსტად ის მოგკლავს. აქ მთავარია დოზირება. ანუ თუ ჩვენ გვაქვს სწორი დოზირება, შრომის, გართობის, დასვენების, მაშინ ეს ყველაფერი, ანუ ბევრი ინფორმაცია კარგია თუ ცუდი. ალბათ კარგია, მაგრამ ამ ინფორმაციას როგორ ვუმკლავდებით და რომ ვეღარ ვუმკლავდებით და დაღლილობისკენ, ანუ ბევრი სტრესი, დაღლილობისკენ გვიბიძგებს, ამაზეა საუბარი, თორე ინფორმაცია რა თქმა უნდა, განათლება, ინფორმაცია, სხვაგან რა ხდება, ეს ძალიან საინტერესოა, თუმცა ტენდენცია იმისი, რომ რატომ არიან ჩვენც დიდებიც და რასაც უჩივით ამ თინეიჯერებს და ბავშვებს ამ დამოკიდებულებას ამ ეკრანებზე, იმიტომ რომ იგივეს ხედავენ ჩვენშიც ეს დამოკიდებულება რაც არის დიდი, აქედან აქ არ უნდა წავიდეთ მთლიანად და არ უნდა დავივიწყოთ, როგორც თქვენთვით, თეატრი, გასვლა, ფეხიცეირნობა, სიჯანსაღე, იმიტომ რომ ფეხიცეირნობა იქნება თუ რაღაცა ჯანსაღი ცხოვრების მომენტები, ზუსტად ეს არის, როდესაც ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ დავრჩეთ ჩვენ თავთან. თუმცა ხშირად ადამიანების გარკვეული ნაწილი ვერ ახერხებს, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს და მათთვის 24 საათი ნამდვილად არ არის საკმარისი, რათა მოასწროს. როგორც ჩვენ მაგალითად 26 წელი გინდა. არა, ეგეც მაქვს და მე თან მაქვს ის, რომ ტვინს ვერ ვადუნებ. აი რაც არ უნდა რაღაცა ძალიან ისეთი გადატვირთული კვირა მქონდეს და დროის ის არ მქონდეს, რა ქვია. შეგრძნება ხანდახან კარგავ ხოლმე დროის შეგრძნას, აი ტვინს ვერ ვადუნებ. აი ეს დასვენება საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ მაგ შემთხვევაში ეს შინაგანი შფოთები, მაგრამ სადღაც დავაგვიანებ რაღაცას ვერ მოვასწრებ. მართლა ეგრე მაქვს.
ანუ როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში? ეხლა რაც აღწერა მარიამ, ეს არის ზუსტად ის, რასაც ვამბობთ, რომ ბევრი ინფორმაციის შემთხვევაში, აი ამ სტრესის ფონზე, როდესაც იღლება ფსიქიკა და რესურსი აღარ არის მეტი, იწყებს შფოთს. ანუ რატომ ვერ ვრჩებით და რატომ აქვს ბევრი ფიქრი, იმიტომ რომ ან ვფიქრობ ირაციონალურად, პოტენციურად ხვალ რა მოხდება და ხვალ პირობითად ვამბობ ხვალზე, ან ესე უწყვეტად ჩემ თავში ტრიალებს გუშინ დილით რა მოხდა და როგორ იქნებოდა უკეთესი რომ მომხდარიყო. ეს არის შფოთი. ამიტომაც არის რომ როდესაც ზედმეტია გადაღლა, რომელსაც იმაზე მეტია ვიდრე ჩვენ შეიძლება გავუძლოთ, ეს იწვევს შფოთს და შფოთი ზუსტად ეს არის ეხლა და ამ წუთიდან გვაგდებს, იმიტომ რომ ეხლა და ამ წუთობაში ირაციონალური არაფერი არ არის. ირაციონალური არის იქ, სადაც რაღაცას ვერ შევცვლით, ეს არის წარსული ან მომავალი, რომელიც წარმოქმნა არ გვაქვს რა იქნება. და ზუსტად ეს არის, რომ როდესაც ჩვენი ფსიქიკა ამას უმკლავდება ესეთი მექანიზმით, რატომაც არა თუ ეს მე ფუნქციონირებაში არ მიშლის ხელს, მაგრამ ისევ მარიამის მაგალითზე როგორ არ უშლის, ანუ უშლის ჩაძინებაში, ძილი უხარისხო იქნება, მერე შემდეგი დღის ხარისხი იცვლება. შესაძლებელია, რომ ეს არ არის თითის გასაშველი და სადიაგნოსტიკო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დისკომფორტის მომტანია მისთვის, რომელიც განსაზღვრავს მეორე დღის ხარისხს. ჩვენ მაგალითად ეხლა ისეთი თაობის წარმომადგენლები ვართ რა, რომ პატარა ასაკში გქონდა ის პერიოდი, რაღაც კონკრეტულ ასაკამდე, რომ არც ტელეფონი იყო, არც დენი იყო, არც ის იყო, არც ეს იყო, ვატარებდით დროს ისე, როგორც ეხლა ჩვენ აღვნიშნეთ, როგორც უნდა გაატაროს ნორმალურმა ადამიანმა დრო, ხო? შემდეგ მოვიდა ეს ტელეფონი, ეს მოკლე ვიდეოები, ყველაფერი უცბად მოხდა და რა თქმა უნდა, ამან ჩვენს ფსიქოლოგიაზე და ფსიქიკაზე გავლენა მოახდინა. ეხლა არიან ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ და პირდაპირ შეეფეთნენ ამ მოკლე ვიდეოებსაც, ამასაც, იმასაც, ყველაფერზე აბსოლუტურად, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. რა განსხვავება არის ზოგადად მომავალში, რა განსხვავება იქნება, თუნდაც ჩვენი ფსიქიკა როგორ შეხვდა ამას კი ვხედავთ, აი ეს ბავშვები რამე განსხვავებულად ხომ არ შეხვდებიან ამას თუ იგივე შედეგი იქნება ამ შემთხვევაშიც. რა თქმა უნდა, იგივე არ ვიცი, იგივე რა შეიძლება რომ მოიაზროს, თუმცა რა თქმა უნდა, განსხვავებულად შეხვდა. ჩვენ გქონდა დრო იმისი, რომ გვეკითხა, წარმოგვედგინა, სადღაც სხვა რაღაცაში თავი შეგვეფარებინა და ეს უკვე არანაირ კვლევას არ ეხება. უბრალოდ ჩემი დაკვირვებით, ჩემი სუბიექტური დაკვირვებით, დღევანდელი ბავშვები ნაკლებად ოცნებობენ. ჩვენ უფრო მეც ვოცნებობდით და ოცნება ძალიან მნიშვნელოვანია. მე სულ ვოცნებობ. ძალიან კარგი. ოცნების წარმოსახვის უნარი და სადღაც რაღაცას თავშესაფრის ძიება არის ის, რაც ფაქტიურად ჩვენ მომავალში რაღაცა პროექტებს წარმოგვადგენს და დღევანდელი ბავშვები არ ოცნებობენ. ყოველ შემთხვევაში ბევრად უფრო ნაკლებად ვიდრე ჩვენ. ხო, ხამე რომ დაწვებოდი, სანამ დაიძინებდი, ოცნებობდი, ეხლა ტელეფონში იყურები სამწუხაროდ. ხო, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოაკლა მართლა ამ თაობას, თუ მართლაც ისე არ ოცნებობენ და იმ დოზით, რამ დოზითაც ჩვენ ვოცნებობდით. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. კიდევ ბევრი მინდა თქვენთან, მაგრამ ნუ რას ნამდვილად ძალიან საინტერესოდ საუბრობთ და ისე საუბრობთ, რომ ცოტა მომიდუნდათ. ხარი განმოგსვათ თქო და არა მართლა. დიდი მადლობა, გელოდებით უკვე მომდევნო სამშაბათს, კვლავ მენტალურ ჯანმრთელობაზე ვისაუბრებთ და დღევანდელ დღეს შეგვიძლია შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანია ვიფიქროთ აწმყო